ინოვაციური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულება დღეს ვირტუალური აქტივებია, როგორ რეგულირდება ეს ბაზარი საქართველოში და რას შეცვლის ახალი კანონმდებლობა ამ თემაზე ეროვნული ბანკის წარმომადგენელს გიორგი გოგუაძეს ვესაუბრეთ. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, პირველ რიგში მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. რა იყო მთავარი მიზანი ამ წესების შემუშავებისას და რა როლი ჰქონდა ამ პროცესში საქართველოს ეროვნულ ბანკს და ასევე რომ ვისაუბროთ და განვარტოთ მარტივად რა არის სტაბილური ვირტუალური აქტივი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მსმენელს. როგორც მოგეხსენებათ, ორგანულ კანონში ცვლილებები შევიდა და პარლამენტმა დაამტკიცა ის 2025 წლის 9 დეკემბერს. საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატი ამ ცვლილების შედეგად გაიზარდა ვირტუალური აქტივის მომსახურებების პროვაიდერების მიმართ. შედეგად ეროვნული ბანკი უფლებამოსილი გახდა შეიმუშაოს პრუდენციული სტანდარტები, რომელიც ზედამხედველობის ჩარჩოს ერთ-ერთი წინა პირობა არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტის პირველადი შეთავაზების წესი. რაც შეეხება სტაბილკოინის განმარტებას, სტაბილური ვირტუალური აქტივის განმარტებას, იგი არის კრიპტოაქტივი, ასევე კრიპტოაქტივი, რომელიც მიბმულია კონკრეტულ აქტივზე, ხშირად ფიატურ ვალუტაზე, მისი ფასის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება განსხვავებას სხვა კრიპტოაქტივებისგან, მაგალითად როგორიც არის ბიტკოინი და ეთერიუმი, ისინი და მათი ფასი ბაზარზე ყალიბდება მოთხოვნი მიწოდების შედეგად და განსხვავებულია იმით, რომ სტაბილური ვირტუალური აქტივი არის ფასის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით შექმნილი. რა პროცედურები უნდა გაიაროს კომპანიამ, რომელსაც სურს საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვება და რა პროცესში, რა ეტაპზე ერთვება საქართველოს ეროვნული ბანკი? სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვების შესაძლებლობა საქართველოში აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივის მომსახურებების პროვაიდერს. შესაბამისად, ვისაც სურვილი აქვს, რომ აღნიშნული პროდუქტი გამოუშვას, უნდა დარეგისტრირდეს ჩვეულებრივ საქართველოს ეროვნულ ბანკში, რის შემდეგაც შეათანხმოს ყველა იმ პროცედურას, რასაც აპირებს ის ამ პროდუქტის მისაღებად. რეგულაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აუდიტსა და ანგარიშგებას, როგორ უზრუნველყოფს ეს მოთხოვნები ბაზრის გამჭირვალობას? აუდიტის და რეგულარული ანგარიშგების მოთხოვნა უზრუნველყოფს, რომ სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტმა პერიოდულად წარმოაჩინოს თავისი რეზერვების მოცულობა. კონკრეტულად, ყოველკვარტალური აუდიტის მოთხოვნებია იმის შესახებ, რომ დადასტურებულ იქნას მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის რეზერვები. შესაბამისად, ეროვნულ ბანკსაც აქვს თავისი მოთხოვნები ყოველთვიური ანგარიშგება ემიტენტების მიმართ. უნდა შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს, რომელ ფინანსურ ინსტიტუტებში უნდა იქნას განთავსებული რეზერვები და შესაბამისად დამოუკიდებელი აუდიტიც იმას ადასტურებს, რომ ეს რეზერვები ნამდვილად არსებობს. ყველა ეს პროცედურა უზრუნველყოფის ხდის მომხმარებელს, რომ დარწმუნებით ითქვას, რომ კონკრეტულ ემიტენტს ვირტუალური აქტივის გამომშვებს ეს რეზერვები რეალურად აქვს. ასევე ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში, გაფართოებული მანდატის ფარგლებში მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა გვაქვს თვითონ ადგილზე შევიდეთ და შევამოწმოთ ვირტუალური აქტივის ემიტენტი ამ რეზერვების არსებობის მიმართულებით. სტაბილური ვირტუალური აქტივების რეგულაცია ითვალისწინებს 100%-იან სარეზერვო უზრუნველყოფას. რა მექანიზმებით აკონტროლებს ეროვნული ბანკი ამ პროცესს და არსებობს თუ არა ეს რეზერვები? და ასევე მაინტერესებს, რამდენად სწრაფად შეუძლია მომხმარებელს მათი გამოსყიდვა კრიზისულ სიტუაციებში? ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოწმების მიზნით, რეზერვების შემოწმების მიზნით ეტაპობრივად ჩაატაროს შემოწმებები სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტის ადგილზეც. ყველა ეს ქმედება რწმუნებულებას აძლევს მომხმარებლებს და ირწმუნება იმაზე, რომ რეზერვები რეალურად და ნამდვილად არსებობს. რომ ვისაუბროთ, რამდენად შეესაბამება ეს რეგულაცია საერთაშორისო პრაქტიკას და რომელ სტანდარტებს ეყრდნობა ის? რეგულაციით განსაზღვრული სხვადასხვა მოთხოვნები, როგორიც არის რეზერვების არსებობა, კაპიტალის ადეკვატურობა, კიბერუსაფრთხოება და რისკების მართვის ჩარჩო, განსაზღვრულია ევროპის მიკას, ამერიკის შეერთებული შტატების Genius Act-ის, დუბაის ვარას, დიდი ბრიტანეთის და სინგაპურის მარეგულირებლის მოთხოვნათა შესაბამისად. როგორ ხედავს საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრის განვითარებას უახლოეს წლებში? საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივების ბაზრის განვითარებას ხედავს ინოვაციის სექტორის მიმართ ინოვაციების შემოტანის შესაძლებლობით, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. თუმცა ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მკაფიო რეგულაციების და ეფექტური ზედამხედველობის ქვეშ, რათა დაცული იყოს მომხმარებლების უფლებები, რა თქმა უნდა, და ფინანსური სტაბილურობა.